მოგესალმებით ყველას და ერთი მინდა გითხრათ რომ მე-6 კლასმა გადაწყვეტა რადგანაც ახალ ავთქმას გავდივდით მოციქულების შესახებ გვესაუბრა და არამედ ჩვენ გვესაუბრა, არამედ მის შესახებ გავეცნო სკოლისა და სკოლის მოსწავლეებისთვის, პედაგოგების და ყველასთვის. იმიტომ რომ ყველა სჭირდება ვიცოდეთ მოციქულების შესახებ, ვიცოდეთ მათი დიდი ღვაწლის შესახებ და ვიყოთ მათი ღვაწლის დამფასებელი და გამგზელებელი. და თუ ჩვენ მათ ღვაწლს არ დავაფასებთ, მაშინ ვერც იმ კარგი და კეთილი საქმეების გამგზელებელი იქნებით, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დავითოვა, იმიტომ რომ ისინი სწორედ მოციქულთა ნაკლავებზე დადიოდნენ და ჩვენ უფლება არ აქვს, რომ არ ვიაროთ მათი გზით. ამიტომ კარგი იქნება აი ბავშვებმა იწვალეს და აი დაამუშავეს, ნახეთ, გაზეთიც გააკეთეს, ძალიან ლამაზი და კარგად წარმოგვიდგინეს, ამას შემდეგ გარეთაც გამოუყრა და ასევე მათ ხო, ყველას უმერძობით მოვისმინეთ, გამიცნოთ მოციქულები თუ აქვს. შეცვალება ადამ და ევას. მათ მიერ წამოაკრძალული ხის ნაყოფისა, ხეცრობასა, კეთილისა და პოეტისა და ქარგალეტანი ცხოვრებისა, მოგება ტანჯვის, წევლის და სიკვდილის, ნუგეშიულისა, მოვახსნელი მესია და გამოგიხსნით ტანჯვის, წევლის, სიკვდილისა. აღსრულება მომავალისა, მოვიდა მიყანაზე ხსნელი მესია. ღმერთმა მიიღო კაცობრიობა და დაიბადა თავიანთა არწავალ კაცობრიობას გადაჭრის ხსნელი. გამორისდა სადამის მიღება ტანჯვის, წევლის, სიკვდილის. განსხვავებისა იესო ქრისტეს გამოსიო თანხმობის სამსახურებას. მან უბრალოდ და ნაიჭია თორმეტი მოწაფე, რომლებიც განყოლა სულასთან ერთად იყო. ანდრია პირველწოდებული, წმინდა პეტრე მოციქული, იაკობ ზებედეს, იოანე ზებედეს, ფილიპე და ბარტოლომე მოციქული. წმინდა მოციქული იაკობ თომა მოციქული, მათე მოციქული და სვიმონ მატართა მოციქული. თორმეტი მოწაფე თანახმდა უფალ იესო ქრისტეს. მათ გაიმართავდა რიგებს, აღასრულებდა სასწაულებს და ლოცულობდა. ერთხელ მარცხოვანი მოუწოდა მოსწავლეებს. მრავალი მოსათქმელი, მაგრამ ვერ შეუძლია დაეთანხმება. მოგვიანებით თეორიული გამაწარებელს. როდესაც აუვალზეცად მაშინ მოხდეში ცემელი სულიც. ამ დღიდან 50 დღეს მოწაფეები იერუსალიმში. ერთ სახლში იყვნენ უფლის ბრძანებისამე. უცებ გაისმა გვირგვინვა და სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე მოციქულებს. ისინი აღნიშნეს სულიწმინდის მადლით და დაიწყეს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკი და მიხვდნენ, რომ ისინი ერთადმა სამოციქულო ღვაწლისათვის აფრთხა. ამ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდა ღვთისმშობელი, რომელსაც წილად ხვდა საქართველო. მას საქართველოში უნდა ერთადაგა, მაგრამ მისი მიძინების დრო ახლოვდებოდა. ამისათვის მას უფალმა უთხრა, რომ მისი პირველი მოწაფე გამოგზავრებოდა საქართველოში და იქადაგებდა. ამიტომ ღვთისმშობელმა მოუხმო ანდრიას და უთხრა, რომ მას საქართველოში უნდა ექადაგა. მან ტილო მიიფინა სახეზე და მისი ხელთუქმნელი ხატი გადინებდა ტილოზე. მაშინ გადმოსცა ეს ტილო ანდრიას და უთხრა, რომ მას საქართველოში უნდა ექადაგა. შემდგომ წამოვიდა ანდრია და მრავალი სასწაული ჩაიძინა საქართველოში და ქართველი ხალხი გადაიყვანა ქრისტეს გულზე. იგი აღესრულა საბერძნეთის ქალაქ პატრაში. წმინდა პეტრე მოციქული ანდრია პირველწოდებული ძმა. იგი პირველი მოციქულია. სანამ იესო ქრისტე შეუდგებოდა მას სიმონი ერქვა, სიმონი ბერძნულად კლდეს ნიშნავს. კლდეს წმინდა პეტრე სანამ იესო ქრისტე შეუდგებოდა სიმონი ბერძნზე იყო. ერთხელაც იესო ქრისტე სიმონი ღარიბ ოჯახში მივიდა. დაინახულო სიდეც ხელი მიაღო და მოუხდა. წმინდა პეტრე მოციქულია იესო ქრისტეს გვერდში იდგა სულ მას იესო ქრისტეს დააყვებოდა. მან სამი წმინდა პეტრე მოციქული იესო ქრისტეს გვერდში იდგა, წმინდა პეტრე იესო ქრისტეს გვერდის სასწაულით დაინახა. მეომრებმა გადაწყვიტეს, რომ წმინდა პეტრე სიკვდილით დაესაჯათ, მაგრამ წმინდა პეტრე თქვა, მე ღირსი არ ვარ სწორად გამაკრან ჯვარზე, როგორც იესო ქრისტე
გააკეთე. რომელი გადაწყვეტს რომ წმინდა პეტრე მოციქული უკუღმა გაიყარა. წმინდა პეტრე მოციქული გარდაეცვალა 67 წლის 29 ივნისს. წმინდა მოციქული იაკობ ზებედესი. წმინდა მოციქული იაკობ ზებედესი იყო ირანის ღვთისმეტყველის უფროსი ძმა, ზებედასა და სალომეას შვილი. სალომეა კი იყო ღვთისმშობლის ბიძაშვილი. ისინი იაკობი და ივანე მოციქულები იყვნენ იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები. ღმერთმა მათ მეტსახელად ძელი უხილისანი უწოდა. წმინდა მოციქული იაკობ ზებედესი დაესწრო ფერიცვალებასა და იაირის ქალიშვილის განკურნებას. სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ თუ ის დაიხადა გასვლის წინაპრებში, წილად წმინდა მოციქული იაკობ ზებედეს შეხვდა. იგი გაიგზავნა იქადა ღმერთაშუა ზღვის ქვეყნებში. შემდეგ კი კვლავ თავის სამშობლოში იერუსალიმში დაბრუნდა. გადმოცემის თანახმად მის მოწამეობრივი სიკვდილის შემდეგ მისი სხეული თუსკუმაში დასვენებული ნავში ჩაუშვეს და ღმერთაშუა ზღვაში გაუშვეს. შემდეგ გავნავმა მისულა ოლეს ნაპირას და იქ იყო გამორიყული ვას წრამდე. მეფე ალფონსო მესამემ იგი აღმოაჩინა და შემდეგ ამადგილეს დიდი მონასტერი ააგო. იოანე ზებედესი იყო იაკობ ზებედესის ძმა. როდესაც მამამ წაიყვანა ძმების სათევზაოდ, მაშინ მათ მათანიუდა იესო ქრისტე. და ძმებს უთხრა, რომ გამოიყო და გახდნენ ჩემი მოწაფეები. ძმები კი გახდნენ და გახდნენ მოწაფეები იესო ქრისტეს. სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში გადავიდა ღვთის სიტყვას. გალილეიდან ფილიპე მოციქულში გადავიდა. შემდეგ პარკეთში გაემგზავრა. შემდეგ კი ქალაქ აზოტში. აზოტიდან ფილიპე მოციქული სირიის იეროპოლში გადავიდა. შემდეგ ქადაგებით მოიდა სირია, მცირე აზია, მიდია და ისტა. წმინდა ფილიპეს გარდაქმნა დახვეწდა მისი პატივიანა, რომელიც ძმის გაჭირვების თანამოძიარე იყო. როცა მოციქული ფრიგიაში ქალაქ იეროპოლში ჩავიდა, იქ წარმატებმა აწამეს. ფილიპე მოციქული ჯვარზე აღწევდა. წმინდანის და მარიამნა ქადაგება გააგრძელა წმინდა ბართოლომე მოციქულთან ერთად, რომელიც შემდგომში საზღვარგარეთში აღზევდა. შემდეგ კი მარიამნა იაკობიაში აღზევდა, როდესაც იგი ქადაგებდა ღვთის სიტყვას და ვიცით, რომ ფილიპე და ბართოლომე მოციქულებმა იქადაგეს საქართველოში. წმინდა მოციქული იაკობ ზებედესი იყო კაპერნაუმელი მეზოების შვილი. და მისი ძმა იყო წმინდა მოციქული მათე მახარებელი. ისევე როგორც მათეს, ასევე იაკობ ზებედესაც მოუწოდა ქრისტემ, რომ იქადაგებინათ სახარება. სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ნეტარი მოციქული ჯერ იმყოფებოდა იერუსალიმში, შემდეგ გადავიდა ედესაში, ღაზაში, ელექტროპოლში და მიმდებარე ადგილებში. შემდეგ გაემგზავრა ეგვიპტეში და იქვე ზღვისპირა ქალაქ ოსტაციაში ჯვარცმით დაასრულა მოციქულებრივი ღვაწლი. სხვა ცნობებით იაკობ ზებედეს მრავალგვარი წამების შემდეგ ვერცხლის ცხვით ამოხადეს სული. წმინდა თომა მოციქული ქრისტეს 12 მოციქულთაგანი მართულად წოდებული. სახელი თომა ანალოგია, ხოლო ბერძნულად ითარგმნება როგორც დიდი. ეს ორივე სახელი ერთად ნიშნავს წყუბის ცალს, ანუ მართლს. გადმოცემის მიხედვით თომა მოციქული იყო გალილეას ქალაქ პანიადან. თომა მოციქული ასევე გამოირჩეოდა სკეპტიციზმით. თომა მოციქული სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ქადაგებდა პალესტინასა და მესოპოტამიაში. ის რომ იგი ქადაგებდა სპარსეთში კართა წერენ ორიგინი, ზევსები და ეთიოპიაში ქადაგების შესახებ წერს იოანე ოქროპილი, ხოლო მის ვიდეოში ქადაგებაზე წერს გრიგორი ღვთისმეტყველი. თომა მოციქულს ასევე მოიხსენიებენ უცნობ თომას სახელით, რადგანაც მან არ ირწმუნა ქრისტეს აღდგომა, სანამ საკუთარი ქარი არ ნახა